Bismillah wassalatu wassalamu ala rasulillah amma ba'd მინდა ორი პატარა ფაიდა მოვყვე ორი პატარა სასარგებლო მომენტი რა შეეხება მარხვას და ბაირამს როგორც ისეთ ხვალ არის ბაირამის ლოცვა ალლაჰს ხოვზენა ეს რომ მიიღოს ყველანი ჩვენი ყაბულიანი საქმე გააკეთოს ყველანი ჩვენი მარხვა ჩვენი შრომა ამინ და შეეხება ჯუმის ლოცვა არ არის ბაირამის დროს ადამიანი რომელიც მიდის ბაირამის ლოცვაზე ბაირამის ლოცვაზე მიდის ილოცა ბაირამის ლოცვა მას შეუძლია არ წავიდეს ჯუმის ლოცვაზე ეს არის რუხსათი ასე თქვათ სიადვილი შუმავალისგან სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რომელიც ჰადისში მოვიდა საჰი მუსლიმში რომ შუმავა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უთხრა ხალხს რომ ვისაც უნდა მაგრამ ის წავიდა ბაირამის ლოცვაზე რამადან ბაირამის ლოცვაზე შეუძლია არ წავიდეს სადა ჯუმის ლოცვაზე მაგრამ იმამისთვის აუცილებელია ვინც არის იმამი ვინც ხოჯა არის და ატარებს ჯუმის ლოცვას მისთვის მაინც არის აუცილებელი რომ წავიდეს მანდ მაგრამ ეს არნიშნავს რომ არ შეიძლება წასვლა ჯუმის ლოცვაზე პირიქით არის უმჯობესი იმიტომ რომ შუმავა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა თვითონ დადიოდა ჯუმის ლოცვაზე ბაირამის დროსაც მაგრამ შეთქვა ხალხისთვის რომ ვისაც გინდა შეგიძლიათ დაჩეს სახში და ვინც არ მიდის ჯუმის ლოცვაზე ამ დღეს ან ხვალ ბაირამის ლოცვის მერე ლოცვობს სახში ჩვეულებრივ ლოცვას როგორც იძახიან იქინდი ან ზუჰრის ლოცვას ეს არის რაც შეეხება ამ მომენტს მეორე მომენტი არის შეიძლება თუ არა მარხვა ბაირამის დროს არ შეიძლება იმიტომ არის სახი ჰადისები რომ შუმავა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა აუგზავნა ხალხს ლოცვა ბოდიშით მარხვა ბაირამის დროს იმიტომ ბაირამი არის სიხარულის დრო აღნიშნის დრო და ასე შემდეგ ხალხი უნდა გაატაროს კარგი დრო უნდა ჭამოს დალიოს და ასე შემდეგ და მარხვას რა თქმა უნდა მარხვა მაგას ყველაფერს შეუშლის მაგითომ არასასურველი არამედ არ შეიძლება მარხვა ხვალინდელ დროს ანუ ბაირამის დროს ალლაჰს უზენაეს კიდევ ერთხელ ვთხოვ რომ მიიღოს ჩვენი რამადანი ყაბულიანი გახადოს ალლაჰს უზენაეს ვთხოვ რომ შევახვედროს ჩვენი მარხვები ჩვენი მადლები ასასრულ დღეს ასევე არის კარები ჩემოძმებო და დებო რომელიც არის 64-ის ერთ-ერთი კარები მაგას ქვია არ-რაიან არის კარები ანუ მარხული ადამიანების კარებია იმ კარებში შევა მხოლოდ ის ხალხი ვინც კარგად შეასრულა მარხვა გულწრფელობით და ასე შემდეგ და მე ალლაჰს უზენაეს ვთხოვ რომ ყველანი ჩვენ შეგვიყვანოს იმ კარებში ალლაჰ მათ ყველას ბარაკა მოგცეთ ასალამუ ალეიკუმ